გაუათებლის შეერთებაზე ხდება ბიფურკაცია. თუ ჩვენ საერთოდ არტერიას ყვანძავთ, ძალიან დიდი საშიშროებაა, რომ კონდეს იშემია ქვემო კიდურების და ეს საშიში, ამიტომ მინდა გითხრათ, რომ ეს მეორე კომუნილიაკ არტერის მესამე არის საკმაოდ საშიში. მეოთხე, აი შემოსვაფერით არის, თუ ვატყობ სისხლის ბანკი. სისხლის ბანკი ძალიან კარგად მუშაობს ჩვენთან ზურაბთან და ძალიან ბევრს ვიყენებთ, ალბათ ამ დაწესებულებაში ყველაზე აქტიური მომხმარებელი მერანები არიან. რა თქმა უნდა გქონდეს დაპარკირებული red blood cells, ანუ ეს არის წითელი ერითროციტები, მოკლედ. გარდა ამისა, კარგი თრომბოციტები, fresh present plasma, ახალგაყენული პლაზმა, კრიოპრეციპიტატი საერთოდ არ არის საქართველოში. ზურაბ, ვიცით სადმე რომ აკეთებთ? პოტენციურად შეუძლია დაამზადოს იმ სისხლის ბანკებმა, სადაც არის -80 და ქვემოთ ტემპერატურის მაცივები, იმიტომ რომ 1 საათის განმავლობაში პლაზმას ისე უნდა გაიყენოს, რომ შიგნით კი, დარჩეს 300 -300 გრადუსი უნდა იყოს. ამ შემთხვევაში რჩება ეს ყოველ შემთხვევაში ფიბრინოგენი საქართველოში არა. დაშვებულ მედიკამენტებში არა. ნუ შემდეგი არის, ეს არის non-surgical intervention. ანუ არა ქირურგიული, ეს არის მასაჟი, შაშულოსნოში შედება და ასე შემდეგ და არ არის ეს საინტერესო მეგობრებო, მაგრამ უნდა ვიცოდეთ. შემდეგი გვაქვს PPH-ის მართვის ზოგადი პრინციპები, ჰემოდინამიკურად სტაბილური პაციენტის მართვის. იმ შემთხვევაში, თუ გადასხმული სისხლის მოცულობა აღემატება დაკარგული სისხლის მოცულობას და სისხლის დენა პერსისტირებს, ეფექტურად ჩარევად მიჩნეულია არტერიული ემბოლიზაცია. სისტემური კვლევის მონაცემებით, 20 ობზერვაციული კვლევის მონაცემებით, არტერიული ემბოლიზაციის ეფექტურობა არის მაღალი, დაახლოებით 99%, რეემბოლიზაციის საჭიროება არის მხოლოდ 4% შემთხვევაში, ჰისტერექტომიის ჩატარება 7% შემთხვევაში. შენიშვნა, ჰემოდინამიკურად არასტაბილურ პაციენტებში არტერიული ემბოლიზაციის ჩატარება არ არის რეკომენდირებული. ალბათ გასაგებია, ხო? მშობიარობის შემდგომი სისხლის დენა PPH-ის ეტაპობრივი მართვა სარეანიმაციო ღონისძიებები. ინტერვენციის გადავადება იწვევს სისხლის დანაკარგის ზრდას, რაც თავის მხრივ განაპირობებს მწვავე ჰიპოვლემიას, სოლოთა ჰიპოქსიას, ჰიპოთერმიას და აციდოზს, რაც ართულებს სისხლდენის მართვას, ზრდის ჰისტერექტომიის წარმოების, შოკის და სიკვდილის სიხშირეს. რამდენად ეფექტურად გაგრძელდა მონიტორინგი, სისხლის დანაკარგის კლასიფიცირება, ლაბორატორიული მონიტორინგი კითხვის ნიშნავს, ვაგინალური მშობიარობის შემდეგ განვითარებული PPH მონიტორინგი. სასიცოცხლო ნიშნები: blood pressure, heart rate, სუნთქვის სიხშირე, ჟანგბადის პერიფერიული სატურაცია, იურეზი მონიტორინგი 5 წუთში ერთხელ, დაკარგული სისხლის მოცულობის შეფასება, სისხლის დანაკარგის კლასიფიკაცირება, ჰიპოვლემიის ნიშნის შეფასება, ტახიპნოე, ტახიკარდია, ჰიპოტენზია, დაბალი სატურაცია. მშობიარობის შემდგომი სისხლდენის PPH-ის შემდგომი მონიტორინგი. ლაბორატორიული ანალიზების ჩატარება ყოველ 32 წუთში ერთხელ, სისხლის საერთო ანალიზი, კოაგულაციული სტატუსის სისხლის შედედების დრო, ლივაიტი, PT, APTT, თრომბოციტები, ფიბრინოგენი, ავილაპარაკეთ, რომ აუცილებელია კალიუმის და იონიზირებული კალციუმის გამოვლენა. მნიშვნელოვანია აგრეთვე
ჰიპოფიბრინოგენემიის და თრომბოციტების გაკლებობის გამოვლენა იმისათვის, რომ შესაბამისად გადავარსხათ ამ ფიბრინოგენი, თუ გახსოვთ, რამდენი უნდა იყოს? 300-ზე მეტი, სწორია. ფიბრინოგენი არის უმნიშვნელოვანესი ტესტი. ამიტომ ზოგჯერ ლაბორატორები ისეთია, მაგრამ პროგნოზირებისთვის არის უმნიშვნელოვანესი ტესტი. ვაგინალური მშობიარობის შემდეგ განვითარებული PPH-ის მართვა შემდგომი მონიტორინგი. შოკური ინდექსის განსაზღვრა. წარმოადგენს ჰემოდინამიკური არასტაბილურობის და ჰიპოოლემიის ინდიკატორს. შოკური ინდექსი CI, HL და CBD-ის ნორმალური არაოსული პაციენტებისათვის გახლავთ 0.5-0.7. ორსულობისათვის CI, რომელიც ნაკლებია 0.9-ზე, დამაკმაყოფილებელია, ხოლო CI მეტი, როდესაც სწორი 1.7-ზე საჭიროების გადაუდებელად ჩადება. ალტერნატიული კრიტერიუმი CI მეტია 1.1-ზე კარგი საწყისი ზღვარია, ხოლო CI მეტია 1.4-ზე კრიტიკული. შენიშნავს CI 1 შესაძლებელია ნორმალური იყოს ორსულობის მშობიარობის და მელოდინებისათვის. გავიდეთ ხელზე გული და თქვათ, როდის წერთ ჩვენ ამას. როდის გავიწერია რამდენი არის შოკური ინდექსი, რამდენი არის CI არასოდეს, ხო? არადა იოლად გამოსახველი არჩევნებელია და ჩვენ ამ პროგნოზებს ვაკეთებთ. სისხლის კოაგულაციური სტატუსის შეფასება. ეს არის პირველ რიგში თრომბოელასტოგრაფია. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. იმ შემთხვევაში, თუ თრომბოელასტოგრაფიის ჩატარება არ არის განსაზღვრული, ლივაიტის ტესტი. 5 მილილიტრი ვენური სისხლის მოთავსება სუფთა მშრალ წითელთავსახურიან სინჯარაში და სისხლის შედედების დროის განსაზღვრა. ნორმაში სისხლი უნდა შედედეს 5 პირა 8 წუთის განმავლობაში. იმ შემთხვევაში, თუ სისხლი აქტივდება 8 წუთზე მეტი ან პოლტი იშლება, სავარაუდოდ შემოადადებელი ფაქტორების დეფიციტის არსებობა. ძირითადად სადისკუსიო შეკითხვა. რამდენად დროულად და ზუსტად მოხდა სისდინეს მიზეზის დადგენა და აღმოჩენა? არ მოხდა, რა თქმა უნდა. მშობიარობის შემდგომი სისდიდელის მართვა. PPH-ის მართვას მიზნით მოწოდებულია პოტენციური ინტერვენციები. PPH-ის მართვა დამოკიდებულია. პირველი, რა ვთქვით, გამომწვევი მიზეზი. თუ ეს არის კოაგულოპათია, თუ ეს არის ატონია, თუ ეს არის ტრაუმა, შუთური მოკერვა და ასე შემდეგ. სისხლისდენის სიმძიმეზე. ამაზედაც მივეჩვიეთ, ხო, პირველი კატეგორია, მეორე კატეგორია, მესამე, მეოთხე. გასაგებია, იქ პროცენტული ჰქონდა, რომელიც კიდე ის შეგვიძლია გამოვიყენოთ. ტრამით განპირობებული სისხლისდენის მართვა ხდება ქირურგიულად. კოაგულაციის დეფექტით განპირობებული სისხლისდენის მართვა ხდება მედიკამენტოზურად, სისხლის და სისხლის პროდუქტების ტრანსფუზიით. ატონიის მართვა დამოკიდებულია მშობიარობის ტიპზე, უფრო მარტივია ღია მუცლის პირობებში. მშობიარობის შემდგომი სისხლის განვითარების მიზეზები ძირითადად 4-ია. ეს არის ტონუსის შემცირება, ტრაუმა, ფიშური, ხსოვანები და თრომბი. მშობიარობის განვითარების ატონია. ასე გადავთქვათ, ფოკალური ან დიფუზური ატონია. აი მეგობრებო, რომ გითხარით, თქვენი შესწავლა. მოდიშ გითხეთ, მაგრამ უნდა გითხრათ. ფოკალური და დიფუზური ატონია მშობიარობის შემდეგ საშუბლოსოს ეფექტური შეფუნქციის არ არსებობა.
დიფუზური ატომის დროს სისხლის დანაკარგი შესაძლებელია უფრო მეტი, ვიდრე ვიზუალურად ჩანს, რადგან მოდუნებული და დილატირებული საშუალო შეიცავს სისხლის მნიშვნელოვან მოცულობას. ფოკალური ატომის დროს კი საშუალოსთვის მზე კარგად არის შეკუმშული, ხოლო საშუალოსთვის ქვედა სეგმენტი კი მოდუნებულია, რაც აბდომენალური კარცინოჟენ ძნელად არის საიდენტიფიკაციო. კიდე ერთი რაც არ მომწონს, სულ გეუბნებით, რომ კუჭის წვენს ნუ გამოვხატ. იმიტომ რომ ჰემოსტაზი მექანიკურია ერთი მხრივ ენდომეტრიული, ბაზალური ენდომეტრიული, რაც დარჩა მშობიარობის შემდეგ. რა თქმა უნდა მექანიკური ჰემოსტაზი მოქმედებს, მაგრამ ამასთან ერთად მოქმედებს თრომბირებული სპირალური არტერიები. თქვენ ამ ძალიან მძიმე მასალით ამ თრომბებს, გემატომებს აშორებთ. არ უნდა ასე მაგრად დაჭერა. დააჭიროთ უნდა, მაგრამ აკეთეთ კიდე. კუჭის წვენს ნუ გამოვხატ. და გაითვალისწინეთ, შეიძლება კუჭზე იყოს კარგი, ანუ ხედავთ, თქვენ გქონდეთ ფოკალური ატომური ავტონია, თქვათ რომ კარგია ნიკოლაი რასტრიგინი, რომელიც უდიდესი ანესთეზიოლოგი იყო. აი მაპატიეთ, ჩემ ცხოვრებაში არ მინახია მაგაზე ესეთი შია დაბალი კაცი იყო ინსტიტუტის რეანიმაციული ანესთეზიის განყოფილების გამგე და სულ ეუბნებოდა ინსტიტუტში, რომ მათ გაპლოტნა, а потом хуйня получили. ამ სიტყვისთვის. აი, მოკდა მე გრიპით ლეიკოზი ხონდა და გრიპით გარდა. მე მოვიდა ჩემი ძალიან ახლო მეგობარი მანანა გეგენაოს ოჯახის ახლობლი სლავა დიზნა. ეს იყო ქურთი, რომელიც პროფესორი იყო, ძალიან ძლიერი ანესთეზიოლოგი იყო და ემიგრაციაში წავიდა სამხრეთ აფრიკაში. ეს ის მომენტია, როდესაც აპარტეიდი დამთავრდა და თავდებოდა უпроსწორად და სამხრეთ აფრიკელებს ძალიან უნდათ თეთრკანიანების ბევრი დიდი რაოდენობის მოწვევა იქადა. გადავიდა იქაც რეანიმაციული განყოფილების გამგე მოხდა და იმ საავადმყოფოში იყო განყოფილებული, სადაც გადანერგვა პირველი გადანერგვა მოხდა გულით. მერე ვეძებეთ მისი საფლავი ძალიან ახლოს ვიყავი, მაგრამ ვერ ვნახეთ, მე და არჩილმა ვეძებეთ კეიპტაუნში. მერე ცოლს დაუკავშირდით, რაღაცა ებრაელი ცოლი ყავდა, ცოტა ეცე ვერ გავიგო. ანუ რა გმინდა გითხრათ, რომ რატომ მოყევეს მართალი იყო ცხონებული რასტრიგინი, რომ ორი წიგნი აქვს დაწერილი, სხვათა შორის ერთ-ერთი საუკეთესო წიგნებია ანესთეზია, რეანიმაცია, ვაკუშევსკა გინეკოლოგია. სადღაც მაგ მე თუ გინდათ მოგცემთ ძალიან კარგი წიგნია, განსაკუთრებით კარგად წერია ოლემიური დარღვევები. ანუ ნუ შეცდებით, მარტო ფუძეს ვნახულობთ, როგორც გითხარით, მოქმედებით, აუცილებლად უნდა გააკეთოთ პალპაცია. საშუალოსთვის ქვემო სეგმენტის ფოკალური ატომის იდენტიფიცირება შესაძლებელია ვაგინალური გაცინჯვითაც. მიუხედავად იმისა, რომ საშუალოსთვის დიფუზური ატომია წარმოადგენს მშობიარობის შემდგომი სისხლძენის ყველაზე ხშირ გამომწვევ მიზეზს, 80% მისი ეფექტური მართვა შესაძლებელია დამატებითი უტერატომული მედიკამენტების გამოყენებით და იშვიათად წარმოადგენს მასიური ტრანსფუზიის ჩატარების ჩვენებას. შემდეგი სლაიდი მშობიარობის შემდგომი სისხლძენა PPH-ის განვითარების მიზეზები, ტრავმა, საშუალოსთვის ყელის ჩახევა. მეგობრებო, კი მე მოგიწოდებთ და გეუბნებით, რომ განმეორებითი მშობიარობის დროს შეიძლება არ ნახოთ, მაგრამ არის ასეთი კარგი ანდაზა ზასტავგარით, რომ ლოგო მალიცა ოსიბებად ლოგ აჩუგოთ. არასწორია თუ თქვენ ნახულობთ და აკეთებთ კრისტალებს, მანდა მაინც არა
სულ გახდეთ საშულოსნოს ყელზე, რიგიდულ ყელზე, თუნდაც იყოს 9 სანტიმეტრი. იმიტომ რომ საშულოსნოს ყელის ჩახევა არის ძალიან სიზღმდინარე. რატო? იმიტომ რომ როგორც გითხარით მე, თუმცა საშულოსნოს ყელი ანატომიური ნაწილია და განუყოფელი ნაწილი საშულოსნო შედგება საშულოსნოს ყელისგან, ტანისგან და ფუძისგან, ხო? თუმცა მორფოლოგიურად სულ სხვა სტრუქტურებია ყელში. ძალიან ცოტა არის კუნთი, ანუ მექანიკური დემონსტრაცია არ მოქმედებს. ამიტომ უნდა გაკეთდეს ნახვა თუ რაღაცაში ეჭვი. ეს თქვენ ეს დოგმა ნუ კი გონიათ რომ განმეორებით ჩუბიერებს არ უნდა. აქ უნდა ფრთხილად იყოთ. ამიტომ ამ შემთხვევაში უნდა პატარა მონაკერის არ მოკრება. შემდეგ იწვევს ექტროპიონის არსებობას. ამიტომ უნდა მოიკეროთ. ნუ საშულოსნოს ვერთმა გაშოროს. ჩემს ცხოვრებაში რაც ქონია ყველა გადავარჩინე. ყველა აბსოლუტურად საშულოსნოს გარხევა მათ ტიპში. ერთი ქონდა ჩახში გარეჯანა ლაცო იცის მაგამბავი დამიძახეს მოკლედ მან რა ქვია ამოკამეტრეა რუსიკო მაიკო ჩავედი ვხედავ რაღაც არ არის აგერ ნახულობ ნაწილებს მე ვთქვი სასწრაფოდ თქვენ დაგისახეთ მაგრამ ანესთეზიური არ ყავს და ლაცვა იყო ეს რა ქვია ანესთეზისტას როგორც იქნა მოვიდა ვიღაცა რუსის გოგო მოიყვანეს ახლა ჩემი ნერვები ხო იცით ახლა ეს რა შფოთიანი და მოვიდა ვინ იყო იცით თავრიკო გორგილაძის იკაცოთ ალბათ ხო ანა მოვიდა მე მაპატიეთ თუ ჩემი ასე მომდიოდა ავარია ვიცი რომ გახეულია და ვერაფერს ვერ აკეთებ. ხო და მოკლედ როგორც იქნა მისა ნარკოზი გავხსენი მუწელი რასტახავ ბავში აქ მუწელში პარტხალებს ცოცხალ მტარი ამოიყვანე. ხო და ყოველთელი ცხოვრება ვეცი კოკარბოქსილაზას გაკეთებას და როა მოიყვანა ამ ანესთეზიოლოგს სკარი კოკარბოქსილაზა იობ твой помай უხადია და მერე ამიტა მაიკო გინდა თორე შეუნარჩუნე საშულოსნო მოკლედ კერეთკენ გადარჩა საცოდავი მაგრამ გაჩივდა მერე და კი გადარჩა ეს ყველაფერი თუმცა გარხევა შეიძლება იყოს სრული ანუ klienat da arasında röpesat serozul garsa. Periyodçi var çön kupunebaşı. Rakvi? Periyodçi var çön kupunebaşı. O indres sveta çapoenma samjel damizakha. Xeli damწოდა დილა უთენია ამერიკას და ჩემი მანქანი წავედი კიდე ჩავში. არასრული ინტრამიოვენალური გარხევა ესაც სუდია ძალიან სადიაგნოსტიკად სუდია ამიტომ ზოგჯერ როდესაც ხელის კონტროლს აკეთებთ, თქვენ ვარდებული ხართ, მარტო ის კი არა რომ გამოიღოთ. თქვენ უნდა აუცილებლად უნდა ნახოთ საშულოსნოს კედლები, ის კი არა უნდა ნახოთ ყელის მდგომარეობაც აუცილებლად. ხელის გამოყოფა არ არის სწორი იქიდან. თუ აკეთებთ ხელით კონტროლს და მუზენ მასაჟს, ხელი უნდა დარჩეს იქა და დანარჩენი უნდა გამოყენოს ხელის ტემპები. მეორე რაც არის აუცილებელი ბუდიში მაგრამ არა ვარ მიჩეული აქა ეკვიპმენტებში ანუ იმაში ბოქსში უნდა იდოს ძელი იდაყონდე ხელთათმანი კატეგორიული წინააღმდეგი ვარ მე საერთოდ რამდენი გაკეთდა ხელთათმანით იგივე ნარჩენები დარჩა თუ თქვენ მანდამაინც გეშინია და დაუშვათ არის დაუშვათ ლუესი ან სპიდი, თუმცა სპიდის უკვე ნიგეშინია არის წამლები, მაშინ მარლა უნდა გადაეფარდოთ ამ ხელთათმანია ხელზე. მარლა, რატო? იმიტომ რომ ხახუნი ძალას დიახ და ესე იგი რა
აქვია მაგას სკრაბივით არის სკრაბი ხო იცით რა აი სკრაბივით გამოდის და ეს უნდა გაკეთდეს სხვანაირად აზრი არ აქვს იმიტომ რეზინის ხელთათმანებში სულ სპის და არაფერი საკეისრო კვეთაზე გითხარით რომ ქვედა სეგმენტში როდის იხება პირველი არსებითად განსხვავდება თხოვ დაიმახსოვრეთ მონაცემები გართულებების მშობიარობაში გაკეთებული საკეისრო კვეთების და არამშობიარო გეგმურად გაკეთებული. მოდით ვიკამათოთ რომელი ჯობია. ვინ რა აზრის ახავთ? რატო ჯობია ახალ დაწყებულზე? მე სულ ვეუბნები ძველი მიანები არ აკეთებდნენ საკეისრო კვეთას მშობიარობის მოქმედების დაწყებამდე. რატო? ლუიზა, ხო იცით რატო? იმიტომ რომ ზნობელობა და აღზნებადობა საშვილოსნოში უშუალოდ მშობიარობის წინ გაცილებით მაღალ დონეზეა, ანუ იგივე დავუშვათ აცეტილხოლინიც და სხვა ბიოლოგიურად აქტიური ოქსიტოცინი უფრო ეფექტურად მოშორებს მშობიარობის წინ და ანუ ჰიპოტონია ინტრაოპერაციულად, ანუ პოსტოპერაციულ პერიოდში გაცილებით ნაკლებია ვიდრე გეგმურად გაკეთება. დაიმახსოვრეთ, იმიტომ რომ დღეს მოდაში შემოვიდა ერთმა დებილმა გაისროლა ნაკეისრალი ვარ 3 კვირით ადრე ითხოვს უხესა. არ არის ეს სწორ. რატო არის საშიში? იმიტომ რომ ყელი დახურულია. ჯერ არ მოვიდა გორმონალური ფონი, არ არის. პირველი საშიშროება ეს არის ჰიპოტონია მშობი ოპერაციის შემდეგ, ხო? მეორე რა არის? აბა ვინმე თქვის რა? სწორი ხა, ჰემატომეტრა. ანუ ისინი შტერები კი არ იყვნენ, რომ მშობიარო ორ კურდღელს კლავდნენ, ერთი რომ აღზნებადობა უკეთესია და ჰიპოტონია არ აქვს, მეორე ჰემატომეტრა არ აქვს. მაგრამ ცუდია თუ არ ახარ კარგი ქირურგი. იმიტომ რომ ამ შემთხვევაში მე გითხარით, პირად ხდება ხოლმე საშოს დახევის ჩარხება. საკმაოდ რთული გასაკეთებელი ოპერაცია, ამიტომ ესეც უნდა გაითვალისწინოთ. მაგრამ ყველაფერს უნდა ნორმალური გუნდი, ნორმალური გუნდური მართვა. ბატონო ჯიმბერ, ვერ გავიგე მეორე უპირატესობა რა აქვს, თრომბი რა? ჰემატო ანუ არსებობს საშოში სისხლის დაგროვა. კი ბატონო. არსებობს ცერვიკომეტრი, ცერვიკალურ არხში, არსებობს საშვილოსნოს, ესე ჰემატომეტრა, არსებობს მილებში, კი ბატონო. არსებობს უცლისყურში. ანუ როდესაც სისხლი ვერ დრენირდება საშვილოსნოდან, ეს არის ჰემატომეტრა. სხვათა შორის იუვენელურ გოგონებში დაიმახსოვრეთ ერთი რამ. ვისაც აქვს ტკივილი მენარხის შემდეგ ძირითადად მათ ყოველთვის უვითარდებათ ენდომეტრიოზი. რატო? იმიტომ რომ ხდება რეტროგრადულად ამ სისხლის გადასხმა მუსკულში, ეს უჯრედები იბუდებს სხვადასხვა ადგილას უცხესის ორგანოებში და შემდეგ უკვე რატო უძახიან ენდომეტრიოზს დაგვიანებული გამოვლინებული ავადმყოფობა, იმიტომ რომ მისი დიაგნოსტირება ხდება 7-8 ზოგჯერ 10 წლის შემდეგ და რატო? იმიტომ რომ შესაბამისი ექიმები სახლში ეუბნება, მაგი არაფერია, ბებია ჩემსაც ჰქონდა, დედა შენსაც მას ჰქონდა, მუცელი გაქვს, კი ვა, ეს გაღიზიანებული ნაწლავსი. ანუ ჰემატომეტრა არ არის სათამაშო რაღაცა. რამდენი ყოფილა ჩვენთან, როდესაც გახსოვთ ალბათ მოიყვანეს ბავშვი 12 თუ 11 წლის უკეთებს ერთ-ერთი ცნობილი ექიმი კისტის ოპერაციას, ეხოსკოპიას უწევს კისტას, იმ წუთში მივხვდით რაც იყო. კიდე კან მშობლებმა მოიყვანეს, გახსოვს მათი ერთი ტაშტის სისხლი გამოვიტანეთ, ჰიმენი გავჭერეთ და საწოდავს დახურული იყო ესეთი ბევრი მქონია, აგერ არის ნათია, თქვას თუ არა, ხო გახსოვთ როგორ. ანუ
გითხრათ, საერთოდ მედიცინაში ასაგდები არც ერთი სიმპტომი არ არის, მაგრამ განსაკუთრებით მეანობაში. ნახეთ, თუ არ გაითვალისწინეთ ეს აუცილებლად გაქცეულ მატარებელზე, რაც არ უნდა მაგარი წევარი იყოთ, ვერ დაეწევეთ, დამერწმუნეთ. ამიტომ ძალიან სიფრთხილეა საჭირო. ამიტომაა ნორმალური გუნდი. ამიტომაა, როდესაც მოვდივარ ნახულობ, ვინ არის ნეონატოლოგი, ვინ არის ექთანი, ვინ არის ანესთეზიოლოგი. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. თუ ვერ გაგიგებს ადამიანი, არა, ახლა ძალიან დიდი გამოცდილება მაქვს. ტრაბახი არ გეუბნებით ახლა. ისე, მაგრამ გულით მინდა რომ ზოგჯერ, მაგრამ არის ასეთი ტიპები, რომელიც извините, все плохо. არაფერი არ აინტერესებს. მე ვიცი და всё. ეს იმ სამოთხოვოში ისია, ეს არ არის ჩემო კარგო ასე. ამას რო გეუბნებით, ამდენი წლის გამოცდილება მაქვს და პლუს კიდე გეფიცებით ყველაფერს, რომ ძალიან ბევრს კითხულობ. ამიტომ დამიჯერე, რატომ მე შენი მტერი ხო არა ვარ, კაცო? ჩემი გუნდი ხარ, ხო? ძალიან გახსოვს შენ რა დღეში ჩავაყენე იქ. გახსოვს ის გოგონა დამახვედრეთ იქ. ხო გახსოვს? შენ არა. გახსოვს. მიუხედავად იმისა, იმიქრის მიმართ ვიყავი ძალიან კარგად განწყობილი. მაგრამ ხო ცოტა ერთი ნახევარსაც კიდე ჯერ არის 9 ხდება. თუ გაქვთ დრო 10 თუ გნება დათამდე, მაგრამ მაშინ რა არის, ყველაფერს ბოლომდე ვერ მოგიყვებით, იმიტომ რომ დაახლოებით რამდენი სლაიდზე ვარ. 100-ზე ვარ და არის 176. ანუ ამის ნაწილს წაგიკითხავთ ხვალ და პლუს კიდევ პრეეკლამსიას. გაწყობთ ასე? და ზედ რას დარჩება? უნდა გააკეთოთ ხელით კონტროლი რა. თუ ხართ გამოუცდელი, მე ვერ ვაკეთებ, იმიტომ რომ ძალიან სკელი მაჯა მაქვს და ვერ შევდივარ ხოლმე ზოგადად ვაკეთებ ეს პრეპატონი. რა ქვია, უნდა გააკეთოთ. სხვა გამოსავალი არ. იმიტომ რომ ქსოვილობის პრობლემა ძალიან აქტუალურია. ვიზუალური კონტროლი ბედის ზედაპირის დათვალიერების ხშირ შემთხვევაში არ იძლევა სასურველ რეზულტატს. ამიტომ ვთხოვ ამაზე გაანახულოთ ყურადღება. მშობიარობის შემდგომი სისტემა PPH-ის განვითარების მიზეზები კოაგულოპათია. ღმერთმა ნუქნას ყველაზე ცუდი შემთთვის მაგალითად კოაგულოპათია, იმიტომ რომ აქედან უკვე ან გამოძვრები არ აქვს. ვითარდება 500-დან 1 მშობიარობის დროს და დაახლოებით 7% შემთხვევაში. საკმაოდ მაღალია, ხო? ანუ 100-დან 7 ქალს ემართება. კოაგულოპათიური სისხლძარღვის განვითარების მიზეზია შეძენილი ან თანდაყოლილი bleeding diathesis, ანუ სისხლძარღვის diathesis. რა შეიძლება ეს იყოს იგივე კოაგულოპათიური დარღვევა. მე გითხარით თქვენ მაგალითისათვის მძიმე სისხლის შემდეგ განვითარებული შემადედებელი ფაქტორების მძიმე დაქვეითება. რა თქმა უნდა, შეიძლება მასიური დანაკარგის ერთ-ერთი არის სისხლძარღვში და შიდადების დესიმილირებული პროცესის დაწყება. ანესთეზიოლოგმა ყოველთვის უნდა ახსოვდეს ეს რა. აუცილებლად, იმიტომ რომ რა ახასიათებს განსხვავებით ყველა სხვა სისხლძარღვისაგან ხშირ შემთხვევაში მეანობაში არის თავისებურება რა, რომ შობიარესის პოსტპარტუმ შობიარობის პროცესი საკმაოდ რთული პროცესი, ანუ გადავლილია ქალი. ეს ერთი. მეორე, ყველას გონია რომ ის ჯანმრთელია. ვინაიდან იმშობიარა კაცო. მესამე, რაც ყველაზე ცუდი არის,
უცაბედობა არ არის ამას ესოხები და მეოთხე კიდევ არის მასიურობა. ანუ უცბად კარგავს ძალიან დიდი რაოდენობით. ამიტომ არის რომ ყველა უკვე 500-იც კი განიხილება როგორც უკვე პათოლოგიური დანაკარგი და სპეციალური წინადადება იყო გამოყოფილი რომ აბსოლუტურად პრობლემის გარეშე მქონე მელოგინოს შეიძლება ჩამოუყალიბდეს PPH-ი და მზად უნდა ვიყოთ ამისათვის. გამიგეთ თუ არა? ანუ ისე არ დაგვემართოს რომ მერე გავაგზავნოთ ზურაბ დავდგირიძესთან სისხლის ნიმუში ზურაბი შეუერთდე ეს კალი უკვე ძიმე ცუდად არის. რა თქმა უნდა დრო დაიკარგება. მარტო პლაზმის გაყინვა ზურაბ რამდენი უნდა? გალღობას თუ გაყინვას 40 არ უნდა 20 თვე მაინც უნდა. ამიტომ გეუბნებით ეს არის ოქროს სუთები მეგობრებო. ამიტომ გეუბნებით რომ ეს ძალიან რთული პრობლემაა. მაგრამ დარჩენილი შემადედებელი ფაქტორების ზემოდილუცია. აქ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ჰიპერჰემოდულაციასთან არ ქონდეს საქმე. ამასთან ერთად პროპორციები უნდა იყოს დაცული. მაგრამ შემდეგ გრაფაში ნახეთ ვილი-ბრანტის სინდრომი. რა არის ვილი-ბრანტის სინდრომი? მასიური სისხლისდენა, კოაგულოპათიური. მაგრამ ის არ დიაგნოსტირდება ჩვეულებრივ პირობებში. თავს გამოყოფს მაშინ, როდესაც იწყება ლოგინობის ხანა. ხშირ შემთხვევაში იწყება არა მარტო თრომბოციტოპენია, არამედ თრომბოციტოპათიაც. განსხვავება იცით, ხო? თრომბოციტოპენია არის დაკვირვება და დღევანდელი უკვე ჩვენი შეხვედრის შემდეგ იცით, რომ კრიტიკულია 100,000, ხო 100-ია. ხოლო თრომბოციტოპათია არის შეიძლება რაოდენობრივად კარგი იყოს, მაგრამ ფუნქციის დაკარგვა უარესია. როდის ხდება ეს? აი ქალთა კონსულტაციას რომ უყარს, უზომო რაოდენობით მაგალითად პრეპარატები, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდები, სპაზმოლიტიკები, ესეც უნდა განიხილოთ, რომ ყველა ეს პრეპარატი თრომბოციტების აგრეგაციაზე მოქმედებს და ძალიან სრულია საერთოდ შედეგების. საერთოდ ძალიან გაუფრთხილდით დეზაგრეგანტებს. დეზაგრეგანტების დანიშნვა ძალიან სახიფათოა. განსაკუთრებით თუ გელით ნაადრევი მშობიარობა. რა თქო? იმიტომ რომ ისინი გადადიან პლაცენტარულ ვარიანტს და თუ ნაადრევი ისედაც არამყარი სიზართა სისტემა. იცით რომ ახალშობილების ღენაკულების სიზარღვონის სისტემა ძალიან ცუდი კუნთოვანი შრია. ამიტომ ხშირად ხდება და როგორც სისხლისდენა ისე. ხოლო თუ დანიშნულია დეზაგრეგანტი ამ დროს 48 საათი მაინც უნდა გავიდეს რომ დეზაგრეგანტების ზემოქმედება ნიველირებული იქნეს, ცოტა მეტიც შეიძლება, ხოლო ანტიკოაგულანტებს სჭირდება ცოტა ნაკლები დრო. მაგრამ ვილი-ბრანტს მიაქციეთ ყურადღება, იმიტომ რომ როგორ უნდა მიაქციოთ, როგორ წესი ეს გადადის შთამომავლობით გენეტიკურად თუ არის ასეთი სინდრომი. აი მაგალითისათვის ჩვენ ამ მამედოვას აბსოლუტურად მზად ვიყავით იმისად და პირველი რაც დავშვით ეს იყო ვილი-ბრანტის სინდრომი. იყო ასე თუ არა? შენიშნოთ, წოვეთ განვითარებული შეძენილი კოაპათიის მიზეზი შეძენილი უნდა იყოს. პირველი, ანუ აქ ასეთი პოსტულატია, ანუ კოაგულოპათია შეიძლება იყოს პირველადი, ანუ მას ჰქონდეს ზავალირებული და გამოვლინდეთ მშობიარობის შემდეგ, არ გაგიკვირდეთ, ეს თქვენი მინუსია, ანამნეზი ცუდად შეკრიბეთ, ან მეორე იყოს შეძენილი. ძალიან საინტერესოა და არ გეკითხებით, იმიტომ რომ მაინც ვერ მიპასუხოთ ყველაფერზე, როდის ხდება მეორადი კოაგულოპათიის არსებობა.
კიდე რა არის აქ? ნახეთ. პლაცენტის ასიზმო შეიძლება იყოს კიდევ საბაკო. რატო არის პლაცენტის ასიზმოს ცაცა? სწავლეთ განვითარდება მასიური სისტემა. არა. მობილსინებისადასმა. ენაცვალეს უსი. დაკითხე ხარ. თრომბოზ ეს უკვე ის პრეპარატია, რომელიც შლის ამას და იწვევს DVS. ამიტომ უნდა იყოს თხილად. 10 წლის დროს ყოველთვის უნდა გაითვალისწინოთ თქვენ რომ აქ მოსალოდნელია კოაგულოპათიური სისტემა. მეორე მიზეზი რა არის? HELLP სინდრომის დროს შეიძლება იყოს. კიდე ერთი მიზეზი რა არის? ხშირ შემთხვევაში როგორც წესი არ გეგონოთ რომ ენაცვალოს ჩემი თავი ანესტეზია არ არის დიაგნოსტირებული წვრილი ტოტების თრომბოემბოლია. არ არის იმიტომ რომ ან უსაიფობს ან ვიღაცას უსწამს არ არის ეს. ანუ მაშინ რა უნდა გავაკეთოთ? რომელი ტესტი, რომელი გვასწავლებს, რომ არის აკავეცილებლად სულეულები. რა. რომელი ტესტი? რომელი მატობს? ემბოლიის დროს, თრომბოემბოლიის დროს. რა თქმა უნდა, რატო კაკას ასეთი? ანუ ძირითადი მიზეზი სულ არის 4. ეს არის ემბოლია, ეს არის პლაცენტისაზე მძიმე პრეეკლასი და HELLP სინდრომი. მორჩა, თუ თქვენ ეს გავთ, იზნაჩა თავიდან უნდა დაიწყოთ უკვე კოაგულოპათიის მკურნალობა. ერთ-ერთი ძირითადი ეს არის მოლემიური დარღვევების და კოაგულაციური თვისებების გააქტიურება კრიოპლაზმის მეშვეობით. თუ აქ არის უკვე სხვა თრომბოციტების აგრეგაციის დარღვევა და ისე რა თქმა უნდა სხვა კომპონენტების გამო დაუშვათ თრომბოციტოპენია, ჰიპერკალცემია, ან პირიქით კალიუმის რაოდენობა რა თქმა უნდა ის უნდა გაქვს, მაგრამ 4 ძირითადი მიზეზია, რომელიც იწვევს კოაგულოპათიურ სისტემას. PPH-ის მართვის ზოგადი პრინციპები ატონიის მართვა. ატონია ყველაზე იოლი დასასმელი დიაგნოზია. მაგრამ სამწუხაროდ ხშირად გვეპარება. მარგინალური მშობიარობის შემდეგ განვითარებული ატონიის მართვა იწყება უტეროტონიკების გამოყენებით და მინიმალურად ინვაზიული პროცედურებით საშუალებით. შიდა ტამპონა და ბალონით ეს რა თქმა უნდა ცოტა მოგვიანებით გითხარით რომ ძალიან ძვირების პროგრესირების შემთხვევაში უფრო მეტად ინვაზიური პროცედურები საშუალოს არტერიის ემბოლიზაცია არაეფექტურობის შემთხვევაში ლაბორატორიული ჩარევა. PPH-ის მართვის ზოგადი პრინციპები ატონიის მართვა. საკეისრო კვეთის დროს განვითარებული ატონიის მართვა გამოიყენება უტეროტონიკები. როგორ გონიათ? როგორ უნდა შევამჩნიოთ, რომ არის საკეისრო კვეთის ცვლობაში შეკუმშულია თუ არა საშუალოს? ძირითადი არის ხშირ შემთხვევაში ხდება დიდი რაოდენობით სისხლის დაგროვება და განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გეგმიურ ოპერაციაზე მიდიხარ არანამშობიარებ ქალებში. ამიტომ ვთხოვთ, რომ იყოთ ყურადღებით, შეიძლება ცოტა ნაუჭი გაუჩნდეს, მაგრამ შემდეგ ეს იყოს ატონიის და ჰიპოტონიის მიზეზი. იმ შემთხვევაში, როდესაც შენ ამას დროულად დიაგნოსტირებას უწევ ინტრაოპერაციულად, ძალიან იოლია საკეისრო კვეთის ცვლობაში ებრძოლვა ატონიას. ბოლოს და ბოლოს იქვე აკეთებ მასაჟს, იქვე შეგვიძლია შეიყვანო პრეპარატი, იგივე ოქსიტოცინი, არავითარი იგივე კუნთია საშუალოს. მოგეშინიათ ოღონდ სტერილურად
უკეთესია მეთილურგუმეტილის შეყვანა 1 მილilitrიც, მაგრამ იგივე შეიძლება შეიყვანოთ გამოფხიკოთ თქვენ იცით რომ მე ყოველთვის ვაკეთებ გამოფხიკას, თუმცა ბევრი ამას არ აკეთებს. ჩემმა მასწავლებელმა მასწავლეს და არავის ნაკლები იცით თქვენ რომ ამერიკელებიც ამდენჯერ ესწრებოდნენ არავის არაფერი პირიქით ჩვენი მეთოდიკა და ის რაც მე ჩამოვიტანე ბათუმში საერთოდ არის ძალიან კარგი და დღეს თითქმის მთელი აჭარა აკეთებს მეთოდიკი. რა თქმა უნდა გამოცდილებას სხვადასხვა გვაქვს, მაგრამ მაინც საკმაოდ დახვეწილი. მაგრამ რადგან მუსლიზმის გასწრება შესაძლებელია ქირურგიული პროცედურების გამოყენება, საშუალოს და საკვერცხის არტერიების ლიგაცია, საშუალოს კომპრესიული ნაკერები, ამაზე გითხარით მე, თუმცა ბილინჩის გითხარით და პლაცენტარულ ვეზზე ზეწოლა ნაკერის მეშვეობით, იმ შემთხვევაში თუ ინტერვენცია აღმოჩნდა არაეფექტური, საჭიროა სწრაფად გადასვლა პედალობის შემდეგ ნაბიჯზე. თუ კონსერვაციული ნაბიჯები აღმოჩნდა არაეფექტური, რეკომენდირებულია პრინციპს ჯობს ადრე, ვიდრე გვიან საბოლოო ნაბიჯი ახალ ჰისტერექტომიის წარმოება. ახლა თქვენ გკითხავთ, რომელი ჰისტერექტომია იცით? ალბათ do you know subvaginal, supravaginal, partial hysterectomy, არსებობს ახლა მეუბნებოდა მეჯეთი total hysterectomy, sometimes with bilateral tubes and ovaria and radical. რომელი გავაკეთოთ? არასოდეს არ გამიკეთებია საშუალო და ამპუტაცია. ვიცით თქვენ მე ბევრი სახელმძღვანელო მაქვს, ერთი არის დაახლოებით 50 წელი აკეთება უკვე მაგალითად გაერთიანებულ სამეფოში. რატო? იმიტომ რომ ძალიან ხშირად საშუალოს ყელიდან იწყება დენა და ძალიან მაგარი ნაკერები უნდა დაადო, კარგად გაჩერდეს. ჯობია გაკეთდეს ტოტალური ჰისტერექტომია, ვიდრე სუპრავაგინალური. დაცული ხარ, ეს ერთი. მეორე უპირატესობა რა არის თუ? აბა ვიმეწვის. ვინ დადის ჩვენთან ოპერაციას? ყოველთვის ვტოვებ ღიას, საშოს. ანუ იყურება ტრენირება ხდება. ჰაერი ეს ერთ-ერთი პროფესიონალი. საშოთან. ხო. ანუ ისმინეთ თქვენ დაცული ხართ იმისგან არის შინაგანი სისტემა. აქტურად და საშო არის როგორ გიხარ დაიბეს პოინტ, ანუ ყველაზე დაბალი წერტილი გალის მუსლის რუში. ყველა ბიოლოგიური სითხე გროვდება დუგლასის სივრცეში. გამიგეთ, ამიტომ თუ შენ აკეთებ რადიკალსა და ტოტალ ჰისტერექტომიას, რა თქმა უნდა, საშო ღია წამოვა იქიდან და ეს არის კონტაქტი მუსლის რუსთან. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს ასეთ ისე კოაგულოპათიით გამოწვეული სისტემების დროს. დრენაჟი ჩასმა არ მეყვარს. იმიტომ რომ დრენაჟი არის ფიქრობ საბჭოთა გადმონაშთი და თუ არ არის ბევრი ჩირქი, მარტო იმისათვის რომ კონდეს კომუნიკაცია მუსლის ზუსტად სისულელია მაგის გაკეთება. რამდენი ქირურგი მინახია რომ გემოსტაზის გამო ჩადებენ ამ დრენაჟი ან გადაიხურება ან ფიბრინი დაედება, არ არის გამოდის სისხლი, მაგრამ მუსელში სისხლის დენა გრძელდება. გამერწმინდად ბევრია. ამიტომ
მაღაზიაზე ნდობა არ შეიძლება იქ სადაც საჭირო რა თქმა უნდა გაკეთდეს დრენირება, მაგრამ საშუალოს ტოტალური დისტერექტომია ამიდან განთავისუფლებს და ძალიან კარგად ზუსტებს. ანუ საბოლოო ნაბიჯი თუ არაფერი არ არის დისტერექტომიის წარმოება, ანდრეული დისტერექტომია ნაჩვენებია პლაცენტის მიხორცების ან საშუალოს განხილვის დროს. ბატონო ჯუმბერ, ბოდიში, ახლა მას მინდა მოუბრუნდე. ღიას როტოვებთ, იქ აღმავალი ინფექციის რისკი როგორ არის? როგორ არის გეტყვი? ანუ მუცლის ღრუ სეროზული გარსი მთლიანად შემოიფარგლება. მევარ, ანუ საშუს აკავშირებს მუცლის ღრუს პატარა ნაწილი ისიც სეროზული გარსის ქვევით. გამიგე? სეროზული გარსი, პერიტონიუმი. პერიტონიუმი, დიახ. ანუ პერიტონიუმი დახურავს იმა. პერიტონიუმი დაიხურება მუცლის ღრუ, მაგრამ საშო მოთავსებულია ქვევით. ანუ მუცლის ღრუში, პერიტონიუმის ღრუში ჩაღლილი სისხლი ვერ წამოვა. პერიტონიუმი, მაგრამ იქ რაც დარჩება საშოს კედლებიდან აუცილებლად წამოვა. მერე ისიც შეხორცდება ყველაფერი იქ. ანუ ღია არ დარჩება ის ისე იხურება თაქვი როგორც მადლობა. საერთოდ არ ვკერავდით, ხო გახსოვს? ახლა არ ვეთანხმები, მოდიშგებდით რა, ახლა სწორად გამიგეთ, მე ამაზე შემიძლია ძალიან ბევრი გელაპარაკოთ, მაგრამ ამ პოსტულატს მე მგონი პაციენტის მიხორცების სამი ოპერაცია არსებობს პაციენტის მიხორცების დროს. პირველი ეს არის ტოტალური დისტერექტომია, მაგრამ არის ტრაუმატული ოპერაცია, ხშირ შემთხვევაში კეთდება და თბილისში არც უყურებენ, სულოხია 21 კვირაზე რამდენზე გააკეთა მაშინ 21-22 იყო ხო, ჩვენ მიყვავს ბოლომდე ვაკეთებ, ბავშვი მაინც ამოყავს სიცოცხლის უნარიანი. ესენი ამას არ უყურებენ, არის პლაცენტის მიხორცება აკეთებენ ტოტალურ დისტერექტომიას, ტრაუმატული ოპერაცია მეთანხმებით, ხო? მაგრამ ლიტერატურაში არის ჩვენ გაკეთებული გვაქვს მხოლოდ ერთი შენარჩუნება. იმიტომ რომ თუ არის არა დიდ ფართობზე მიხორცება პლაცენტის და არა ყელზე, მაშინ შეიძლება ამოჭრას საშვილოსნო პლაცენტიანად იმ ფართობზე, სადაც არის მიხორცება. მიმიხვდით თუ ვერ მიმიხვდით? დაუშვათ, ეს არის საშვილოსნოს წინა კედელი. ეს არის პლაცენტა. ხედავთ, ამის ფართობი გაცილებით მეტია. პლაცენტა მიეხორცა, აქ ხო ვერ მეაშორებ. მე საშვილოსნოს ამიანად ამოვჭრი. თავის პლაცენტიანად. და მერე კიდევს ვაკეთებ, ანუ საშვილოსნო რჩება, რა თქმა უნდა, ისეთი შეიძლება არ იყოს სიდიდის, მაგრამ შანსი მაინც რჩება ხალხს. ეს ერთი მეთოდი, მაგრამ ეს მეთოდი მუშაობს მაშინ, როდესაც არის არა დიდ ფართობზე. ამისათვის აი ახლა მინდა რომ ვიღაცა მე რა ის თანამშრომელს მივცე ეს დისერტაცია, რომ წინასწარ განსაზღვროთ არა რადიკალური ან ტოტალური დისტერექტომია, მაგრამ წინასწარ დაგვირგვინოთ, რომ ამ შემთხვევაში ფართობი არის ამხელა და არ იქნება საჭირო პოტენციურად რაღაცა პროცენტით მაინც გარანტიის მიცემა შეიძლება ამის მოჭრა. და მესამე მომენტი გახლავთ ეგრეთ წოდებული waiting პერიოდის მიცემა, ანუ მოსაცდელი 3-დან 12 კვირამდე ამ პლაცენტას სტოლებს ამოხებს საშვილოსნოს ღრუში. რა ხდება ამ შემთხვევაში? ნეკრობიოზი ხდება პლაცენტის და ნეკრობიოზი ხდება და შემდეგ იულად ჩორდება პლაცენტა და შეიძლება შეუნარჩუნოს საშვილოსნო ამ კაცს. გამიგეთ, მაგრამ ქართულ კაცს რო ეტყვირო 12 კვირა პლაცენტა უნდა დაგიტოვო,
და შეიძლება ებოლია მოხდეს ან სეფსისი ან დენა. ნუ ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ეს მე გავაკეთე, სამშობიაროში მუშაობდი, გივი ცეცხლაძემ დამიძახა 27 კვირის ექსტრა უტერინა იყო, 27 კვირის. ახლა კი გადავარჩენდით მაგრამ მაშინ გარდაიცვალა რა თქმა უნდა, მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ თითქმის სისხლის მომოქცევა როგორც გულთან ისი არის ორსულ საშუალოს. თქვენ ეს პლაცენტა რამდენ რა ადგილას იქნებოდა ჯორჯალზე იყო მიმაგრებული. მაშინ დავტოვეთ ჩვენ ეს. რატო? იმიტომ რომ რო არ დატოვო, დავუშვათ ღვიძლზე, ღვიძლს ხო არ ამოჭრით. აქ უკვე იძულებული ხდები, რომ მოდიფიკაციის გააკეთო. ამიტომ ეს პოსტულატი, რომ ყოველთვის დაჩვენებია, ადრეული ჰისტერექტომია ძალიან საკითხის ნიში დგას. ამასთან ერთად არც გახევის დროს არ არის ყოველთვის საჭირო საშუალოსნო სამოღებო. თუ ეს არის ინფიცირებული შემთხვევა, ხელი ჩაჭედილი და რაღაცა, არც მაგია უკვე საშიში, იმიტომ რომ თუ ჩემი ახალგაზრდობის დროს აგერ ინდირა რო იყო იმხელა, ჩვენ გვეუბნებოდნენ რომ 6 საათის წვევლებს აღრმის შემდეგ 100%-იანად ინფიცირებულია და საკეისრო კვეთის ახლა საკეისრო კვეთას უკუჩვენება სადმე გინახია? აღარ არის, იმიტომ პირიქით გეუბნებიან, კი, ამიტომ გეუბნებით, რომ არც რუქტურის დროს არის აუცილებელი საშუალოსნო სამოღებო. ბატონო? დიახ. ტრაუმული ჩახევები. გითხარით, რომ ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ ყველა საშუალოს ჩახევას. ყველა საშუალოს ჩახევას. ძალიან ბევრი მიანი მაგით დაზარალდა იცოდეთ და ეს ჩახევებს დიდი ყურადღება უნდა მიაქციოს. ტრანს ვაგინალური ან ტრანსვაგინალური ქირურგიული აღქება. პირველ რიგში რომელი ჩატარდეს, უნდა მოხდეს არა მარტო ვიზუალური, არამედ ხელით კონტროლიც, იმიტომ რომ თუ ეს არის საშუალოსნოს კედლის რუქტურა, რა თქმა უნდა გაკეთდეს ვიზუალურად თქვენ ამას ვერ დაინახავთ, მხოლოდ კედლით კონტროლით. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა გაკეთდეს ლაპარატომია და იმ არასრული გახევის აღდგენა. შეიძლება იყოს სრული. საშუალოსაც შეიძლება თუ საშუალოს რუქტურა არის, რა თქმა უნდა თაღებიც კი შეიძლება მოიკეროს და ამასინათ ქონდა შემთხვევა მათიას მე თავიდან უთხარი რომ მე ვიცი როგორ მომკერეთო. იყო შორენა სულაძედა იმ სისტემას. რა თქმა უნდა, ის შეიძლება გემატომა იყოს მეგობრებო, თქვენ რომ წარმოიდგინეთ ანატომია, საშუალოსნოს ყელი და შარდის ბუშტის ზევიდან აწევს. ანუ ეს გემატომა იყო იქ მოთავსებული. დაიმახსოვრეთ, თუ გემატომა არ არის დიდი და არ არის ხელი ინფიცირებული, ხელის მოკიდება არ ჭირდება. არ ჭირდება ელემენტარულად. მოპოლის სულის ჩარჩენა, საშუალოსნოს გულიდან ევაკუაცია, ჭეშმარიტი მიხოცების დროს ჰისტერექტომიის წარმოება, კოაგულოპათია, მედიკამენტოზური მკურნალობა, სისხლის და სისხლის პროდუქტების ტრანსფუზია, შევწყვეტოთ უნდა ანტიკოაგულანტების მიცემა. ხედავთ, აი წერია თითები, რომ შევწყვეტოთ ანტიკოაგულანტების. შემადედებელი ფაქტორის დეფიციტის კორექცია. განექსანის მჟავა. თუმცა
გითხარით რომ up to date-ში ეს მოწოდებულია ჩვენ ხშირად ხმარობთ, მაგრამ მტკიცებულებაზე დაფუძნებული მედიცინის პროტოკოლში ვერ ვნახე სარწმუნო წყაროს, რომელიც გვეუბნება რომ ხო ანექსანი ვჟავა რაღაც ეფექტს იძლევა. თუმცა ყველა ძიმე ოპერაციის წინ, როდესაც დაუშვათ გვაქვს მიხორცება, ჩვენ ამ ნორმალიზაციას ვაკეთებთ.